ოპოზიციამ გეგმა სისრულეში მოიყვანა, გორის საკრებულოს პირველ პირებს უფლებამოსილება შეუწყდათ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კი თანამდებობა საკუთარი სურვილი დატოვა. ხსოვნა, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დღეს განსაკუთრებულად დიდი იყო, 4 საათი გაგრძელდა. საკრებულოს ხსოვნას ესწრებოდნენ ჩვენი ჟურნალისტები. თამარ ადვაძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ტელევიზიაში და ის გვიერთდება პირდაპირ ეთერში. თამარ, ველოდები ჩვენგან ბოლო ცნობებს. გიორგი იქამდესანა მოგიყვებით თუ რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში საკრებულოში გეტყვით იმას, რომ ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის რაც დღეს საკრებულოში მოხდა არის ღალატი და არ ეფუძნება ადამიანურ ღირებულებებს. ზურაბ ჯირკვალიშვილის განმარტებით სოსო ფალელაშვილისგან, რომელსაც დღეს გადამწყვეტი ხმა ეკუთვნოდა იმას, რომ იგი მხარს დაუჭერდა უნდობლობის გამოცხადების საკითხს არ მოელოდა. სოსო ფალელაშვილთან მე მქონდა ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა და ვთვლიდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ახლა კი დავუბრუნდეთ დღევანდელ მოვლენებს. თავდაპირველად საკრებულოს წევრებმა ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენეს. პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ფარული კენჭისყრა ჩატარდა. მასში მონაწილეობა საკრებულოს 15 წევრიდან 8 მიიღო. 7-მა კი მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კენჭისყრაში მონაწილე 8 დეპუტატიდან 8-მვე დადებითი პოზიცია დააფიქსირა, რის შედეგადაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვალა. ბათილი საარჩევნო ბიულეტინების რაოდენობა არის 0, გაფუჭებული ბიულეტინების რაოდენობა არის 0, მომხრე იყო 8, წინააღმდეგი 0. ეს არის შემაჯამებელი ოქრო. ასე რომ პირველი საკითხი ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილია. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად ქვეყანაში ძალიან ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და სწორედ დღევანდელი დღე არის ამის დადასტურება. დამერწმუნეთ ყველა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეს დღე არ შედგებოდა. იმალება აი ამ დემოკრატიის მიღმეს სხვა საკითხავია, რა ძალა აპირებს ხელისუფლების სათავეში, ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოსვლას, როდესაც რამდენიმე პარტია ერთიანდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ შეცვალოს ხელისუფლება და გადაინაწილოს თანამდებობები, აი ეს არის. მე ვრჩები საკრებულოს რიგი წევრად და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ნახოთ, ჯერ არ ვიცი, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ და ნახოთ. საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე დასრულდა. კენჭი ეყარა საკრებულოს თავმჯდომარისათვის უნდობლობის გამოცხადებას. კენჭისყრაში მონაწილეობდა საკრებულოს 8 წევრი და სრული შემადგენლობით 8 წევრმა ხმა მისცა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან. ესეთი უსახური და უმოქმედო საკრებულოს ხელმძღვანელობა არ ყორია გოლს. მე გვპირდებით, რომ იმ შემთხვევაში კი არა და როდესაც მოხდება არჩევნები, გორს ეყოლება ძალიან ღირსეული თავმჯდომარე, გორის საკრებულოს ძალიან ღირსეული თავმჯდომარის მოადგილე და 4-5-ვე კომისიის წევრი. მისი კანდიდატურა განიხილება. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რამოდენიმე დღეში დაყენდის რიგარეს ოსტომა იქნება ჩატარდება არჩევნები და ყველაფერს გაიგებ. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის შემდეგ საკრებულოზე მისი მოადგილის და 4 კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დადგა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქართული ოცნების დისკრედიტაცია მიზან მიმართულად მიმდინარეობს და მათ შორის მოღალატეების მხრიდან. ცნობილია კოალიცია ქართული ოცნება ძალიან მალე დარჩა უმცირესობაში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან სამწუხარო პროცესების და ბინძური პოლიტიკური თამაშის მომსწრეები. მე კიდევ ერთხელ ხაზს უცვამ ამ განცხადებას. სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს ასეთი განსხვავებული, აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი და განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანებას, მათ შორის ჩვენი გუნდის მოღალატეების ხარჯზე გაერთიანებას საკრებულოს თანამდებობის პირების მიმართ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა სკამებისათვის და ანაზღაურებელი თანამდებობისათვის. ზურაბიშვილის გამოსვლა ფრაქცია ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ სოსო ფალელაშვილმა გააპროტესტა და მან ზურაბიშვილს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა. ღიმილით უპასუხებ ამ აბსურდულ ბრალდებას.
საზოგადოება იცის ვინ არის სოსო ფალიაშვილი და იცის ვინ არის ნინო ზურაბიშვილი და საზოგადოება იცის რომელია მოღალატე. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, გააჩნია ვინ იძახის და ვინ როგორი პიროვნება გდებს ბრალს. ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, სერიოზულადაც არ ვეკეთებ. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ნინო ზურაბიშვილმა მანდატი საკრებულოს უხუცეს წევრს ვანო ჩხიკვაძეს გადააბარა. სწორედ ის უძღვებოდა საკრებულოს ხდომას დასრულებამდე. ნინო ზურაბიშვილის გადადგომის შემდეგ ქართულმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა 4 კომისიის თავმჯდომარეც გადააყენეს. რამდენად სწორია რომ მე რომ მიცხადები უნდობლობას. რაღაც ჩემი რამე ამბიციები გერმალობა რაკეთებს, მაგრამ უბრალოდ ცოტა უხერხულოთ უნდა იგრძნონ თავი. ეს იყოს დემოკრატიის დიდი გამოცდა, რომელმაც გაუძლო მივესალმები ამ პროცესსაც, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ნუ რამდენად ახლა ვამართლებ ეს, რა თქმა უნდა, მე თვითონ დავიტომავ იმას, მაგრამ მე ჩვეულებრივად გავაგრძელებ საკრებულოს იმ 8 წევრთან, რომლებმაც გადაერჩია ეს 6 ადამიანი თანამშრომლობას. გეტყვით იმასაც, რომ საკრებულოს დღევანდელ ხდომაზე ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკითხს მხარი საკრებულოს 9 წევრმა დაუჭირა, 6 კი წინააღმდეგი წავიდა. მანამდე ბიუჯეტის პროექტი 2 ჯერ ჩავარდა.